დღეს ესეთი საქანელო ვიდეო გვექნება. ხან დაგაწმარებთ, ხან ცოტა აგანერვიულებთ. მაგრამ საერთო ჯამში უნდა დაგაფიქროთ ერთ ძალიან ისეთ საინტერესო თემაზე, რომელიც უკვე საკმაოდ აქტუალური გახდა ინტერნეტში და ჩაანაგვიანა ყველაფერი და სოციალურმა ქსელებმაც უკვე თავები მოიფხანეს და დაიწყება ნელ-ნელა ამ ყველაფრის დარეგულირება. თემა შეეხება AI-ს, ანუ ხელოვნურ ინტელექტს, მაგრამ ხელოვნურ ინტელექტს მოდი ჩემ სფეროში შევეხები, ანუ რაც მე მომწონს ყველაზე მეტად, რაც მე მიტაცებს და 30 წელია ერთი და იგივეს რომ უბრაკუნებ ფოტოს და ვიდეოს რომ ვაკეთებ და ვმუშაობ, ესე ვთქვა. სულ ესეთი საქანელო ვიდეო გვექნება, იმიტომ რომ ხან ცოტა დაგაფიქრებთ, დაგანერვიულებთ, ხან ცოტა დაგაწყნარებთ, იმიტომ რომ არგუმენტები ორივე მხარესაა, ყველაფერს აქვს ესე, ხო? ანუ რო ავიღოთ ფანქარი ავიღოთ მაგალითად, ხო, ფანქრით ან პასტით თუნდაც, ხო, პასტით შეგიძლია დაწერო, პასტით შეგიძლია ძალიან კარგი მოთხრობა ლექსი დაწერო, მაგრამ ამავდროულად შეგიძლია აიღო და ვიღაცას თვალში ჩაარჭო და რაღაცა ცუდი გამოიღო, რა ვიცი მე, ყველაფერი შეიძლება, ხო? ანუ ყველანაირად იგივე მანქანაზე რომ ზიხარ, მძღოლი როდესაც ხარ, კი, გადაადგილების მშვენიერი საშუალებაა მანქანა, მაგრამ არავის არ წარმოუდგენია ესეთი რაღაცა, სვეტაფორთან დგომისას, რამხელა პასუხისმგებლობა გაკისრია, რომ პროსტა გაზის პედალს დააჭირო ფეხი და ბოულინგი ითამაშო ხალხით, მაგალითად, ხო? ანუ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარეც, უკუჩვენებაც. გააჩნია შენ ამ ინსტრუმენტს როგორ გამოიყენებ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია უშუალოდ შენზე, შენს გუნებაზე, შენს ბუნებაზე და შენს პიროვნებაზე და ასე შემდეგ. პირველი იმითი მინდა დავიწყო, რომ არაერთხელ მithkoms, როგორც გითხარით და ეხლაც გაგიმეორებთ, რომ ეს ყველაფერი ჯერჯერობით მაინც მიუხედავად იმისა, რომ ამხელა აჟიოტაჟი გამოიღო და უკვე დაგენერირებულმა ვიდეოებმა რაღაც დონეზე რეალობასთან ახლოს, ესე ვთქვათ, მსგავსებას მიაღწია, თუმცა ჯერ მაინც ვთვლი, რომ ჯერ კიდევ შორსაც არ არიან, მაგრამ ახლოსაც არ არიან ძალიან, ესე ვთქვათ. ამ ორი თვის მანძილზე დაახლოებით $700 დავხარჯე. 3 თვის მანძილზე. იმიტომ რომ ყველაფერი დავასაბსკრაიბე, ყველა ვიდეოს დამაგენერირებელი საიტი დავასაბსკრაიბე და ბევრი რაღაც გაგიტესტეთ, ბევრი რაღაც ვისწავლე, ბევრი რაღაცას მივხვდი კიდევაც, რა უნდა გამეკეთებინა, რა უნდა გამეკეთებინა და დაგისპოილერებთ და Google VO-ს არაფერი არ ჯობია. ამ ყველაფერს შემდეგ ვიდეოებშიც ალბათ მოგიყვებით და სტრიმებით თუ არ გაქვთ ნახი, შეგიძლიათ შეიხედოთ live სექციაში და იქაც ნახავთ. ჩანასახის დონეზე აღარ არის უკვე და ბავშვი დაბადებულია, ბიჭიც არის, უჩანს კიდევაც უკვე. და სხვათა შორის კარგად დიდი უჩანს. ხოდა. ბევრს შეეშინდა. ბევრმა ცოტა ესეთი პესიმისტურად შეხედა, ბევრი ოპტიმისტურად უყურებს. თუმცა არც იქით უნდა იყო, არც აქეთ. პირველ რიგში გეტყვით, რომ როგორც მტერი თუ შეხედავთ, ანუ თუ გადაინტერებთ და მტერივით უყურებთ, იცოდეთ, რომ ვერ გაიმარჯვებთ. უნდა გამოიყენოთ და უნდა უყუროთ როგორც ინსტრუმენტი. ეხლა ძალიან ბევრი მაგალითს მოგიყვებით და თქვენ თვითონ რომ დაფიქრდებით, მე უკვე მიხვდებით, რომ მიშა თურმე სადღაც სწორი ყოფილა და მართალი ყოფილა. თუმცა მომავალი არავინ იცის, რა მოხდება ისიც არავინ იცის, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო პოზიტიური ვიდეო მექნება და ბევრ რაღაცაში დაგაწნარებთ კიდევაც, ვიდრე აგაფორიაქებთ და აგანერვიულებთ. ამიტომ მოდი ესე ვთქვათ, ჯერჯერობით რეგულაციები ხელოვნური ინტელექტის დაგენერირებაზე სახელმწიფოებს არ აქვთ. რატო ეხავე გეტყვით? ყოველთვის, როდესაც ესეთი რაღაც ინოვაციური, რევოლუციური, ევოლუციური რაღაც ესეთი რაღაც გარდატეხები ხდება ხოლმე ზოგადად. რეგულაციები არ უსწრებენ და არ ასწრებენ დარეგულირებას, იმიტომ რომ ეს ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში კონტენტი ავიღოთ, ან სფერო ავიღოთ, მოდი ესე ვთქვათ, ვეღარ განვითარდება, იმიტომ რომ როდესაც რაღაცას რეგულაციებში აქცევ, ის განვითარებას წყვიტავს.
ან ყველაზე კარგ შემთხვევაში ძალიან ანელებს. ამიტომაც არავის ინტერესში არ არის და დღეს არის კრიპტოვალუტების და ხელოვნური ინტელექტების, ესე ვთქვათ, დომინაციის დამკვიდრების დრო. უახლოესი 2, 3, 4, 5 წელი ალბათ მაინც ესე იქნება. მაგრამ რეგულაციები უახლოეს 1-2 წელიწადში სავარაუდოდ მე უკვე ველოდებ. იმიტომ რომ უკვე დიდი ნაბიჯები იდგმება, ანუ ნაბიჯების ესე ვთქვათ მანძილი, ანუ ერთი ნაბიჯის გადადგმა მეტრას გაცდა, ესე ვთქვათ, ხო? ჩვეულებრივი ადამიანიდან ვიყოთ, უფრო დიდი გოლიათური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. მანამდე ცოტა იქითა წლებში ყველაფერი იზილებოდა და benchmark-ი ხო გახსოვთ, Will Smith-ი რომ მაკარონს ჭამს და ეხლა კარგად ჭამს უკვე Will Smith-ი მაკარონს და ამიტომ ეგ არის ყველაზე მაგარი benchmark-ი Will Smith-ის მაკარონის ჭამა ამ ხელოვნური ინტელექტების ვიდეოების გენერაციებში. ამიტომ რეგულაციები ჯერჯერობით არ იქნება, მაგრამ უახლოეს მომავალში იქნება. რატო უკვე ავხსენი, მაგრამ ზოგადად მიზეზებიც გითხარით, ხო? ნუ დაახლოებით ესე ჩვენ ენაზე რო აღწეროთ, არ შეწყვიტავს განვითარებას, ვერ განვითარდება. ჯერ ისიც არ იციან რა უნდა დაარეგულირონ, რატომ, რა მიზეზით და როგორი ნიშები და როგორი სფეროები უნდა დაარეგულირდეს. მაგრამ ამ ეტაპზე რაც გამოჩნდა ეხლა დღეს გუშინ კითხულობდი უკვე რომ ეს სარეკლამო კომპანიები, კინოინდუსტრია და რაღაცა აფორი აქვს და ოღონდ აფორი აქვს და იმიტომ კი არა რომ ვაიმე რა გვეშველება და წაგვართვეს და რაღაცა როგორც ინტერნეტშია ეს ალარმისტები ვაიმე რასაც ვერ ვიტან რომ გამოვარდებიან და всё წადით სახლებში სამსახური დაკარგეთ და რაღაცა ესეთ რაღაცას მაგონებს ხოლმე ეს ტიპები რა. აი საშინელებათა კინოს რო უყურებ ხოლმე და პირველი ხო იცი ვის ჭამს ხოლმე ურჩხულიან ვიღაცა თუ მონაწილეობს ამ საშინელებო პირველს ხო იცი ვინც ჭამს ხოლმე რო იწყება კინო და პანიკიური როჟა რო არის რა. აი კინოში ეგრევე გამოხატული ტოქსიკური პანიკა. всё ყველას შეგვჭამენ დედა გვეტირება და რაღაცა და აი იმ კინოში სადღაც რაღაც მომენტში ურჩხული რო გაიჩნდება პირველი ჭამს ამ როჟას ხოლმე. აი ეგეთი როჟები ნუ იქნებით ეს ალარმის ვაიმე არ გინდათ. დაწნარდით. ყველაფერს მოევლება დღემდე არც ერთი პროფესია ისე არ გაწყვეტილა რომ პირიქით აი ამ რაღაცა სიახლემ რომელმაც რაღაცა პროფესიები გააუქმა ჯერ ისტორიას არ ახსოვს ისეთი რამ რომ აი ამ სიახლეს თქვათ 10 პროფესია გაეუქმებინა ან შეენელებინა ან შეემცირებინა ისტორიაში არსებობს ისეთი რაღაც პრაქტიკულად რომელსაც პირიქით 10-ის გაუქმებასთან ერთად 100 არ მოეტანოს აქეთ პლუსისკენ. საქმე იმაშია რომ ინტერნეტი უკვე გადაიჭედა დაარქვეს ესეთი რაღაცა AI slop. ანუ AI სანაგვე დაარქვეს. იმიტომ რომ ყველას ვისაც არ ეზარებოდა, ყველა მიყიდა ეს subscription-ები, უფასოებიც ბევრია, ძალიან და ვისაც რაღაცა ორი კნოპკის დაჭერა შეეძლო, ყველამ დააჭირა ამ კნოპკას და ყველას გონია რომ აი ესე მუქთაზე ფულს გააკეთებს YouTube-ზე და YouTube-ზეც აი ეს მეტრაკე ინფლუენსერებიც ბევრნი არიან, ნახე ორი კნოპკის დაჭერით $1000 ვიშოვე, რომელსაც მართლა გატყუებენ, რეალურად ესეთი რაღაცა არ ხდება, არ მოხდება, 1000-ში ერთხელ ვიღაცას თუ გაუვარდა, აი ყველა აი ესეთ მეტრაკე ინფლუენსერს ერთი და იგივე ვიღაცის არხი აქვს, რომ აი მოდი ახლა მე შეხედე, მე გასწავლი როგორ უნდა გააკეთო, აი ნახე იმის არხი $1000 შოულობს და აი ესეთი მსგავსი ვიდეოები. კი, რაღაცა იშოვეს თავიდან, მაგრამ ეხლა რა ხდება? YouTube-მა გამოუშვა ახალი ხელშეკრულებების განახლებები, ნუ ის რომ უნდა მიუთითო შენ ატვირთვის დროს ვიდეოში უნდა მონიშნო ესე
თიკი, ბწიჩკა, ესე ვთქვათ, რომ დაგენერირებულია და სინთეტიკური კონტენტია, წინააღმდეგ შემთხვევაში YouTube-იც, Instagram-იც და ყველა სოციალური ქსელი გემუქრება იმით, რომ წაგიშლის ამ ვიდეოს ყველაზე კარგი ვარიანტი და ყველაზე ცუდი ვარიანტი, რომელიც უფრო ხშირად ხდება, აღრს გაგიუქმებს და suspension-ს გააკეთებს თლიანად შენს არხზე, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება და ღირსებიც იქნებიან ის ხალხი, ვინც ამას არ აკეთებს, იმიტომ რომ გონია რომ რატომღაც Google-ს მოატყუებენ, ან როგორ უნდა გაიფიქრო ვაფშე ეგეთი რაღაცა Google-ის მოტყუება ვაფშე. აი მე ვერ წარმომიდგენია, იმიტომ რომ შენ რაღაცას გაიფიქრებ, Google-მა უკვე იცის. და რანაირად უნდა მოატყუო Google-ს ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებული ვიდეო რო აუტვირთო YouTube-ს, ანუ YouTube-ი Google-ისაა, ხო? იცით უყურე, ხო? YouTube-ზე რო ატვირთავ იქ იმას არ ჩაუსვავ და ვითომ შენ ჭკუაში მოატყუებ, რომ არ არის დაგენერირებული. პირველი რაც მინდა გითხრათ, ვინც არ იცის, ყველა დაგენერირებულ ვიდეოს, ტექსტს, მუსიკას მათ შორის Suno, ვისაც გაგიგიათ, Suno.com-ი მუსიკას აგენერებს, ყველას აი ამ დაგენერირებულ კონტენტს აქვს თავისი watermark-ი, ესე ვთქვათ, ანუ წყლის ნიშანი, რავი, ქართულად რო ფულს რო გახედავ, ხო აქ რაღაცა წყლის ნიშანს რო ეძახიან, ზუსტად იგივე აქვს აი ამ დაგენერირებულ კონტენტს. მაგრამ მუსიკის შემთხვევაში როგორც წავიკითხე და გავეცანი რაღაც მასალებს, დაახლოებით 17,000 ჰერცის კენ სადღაც ყველა მუსიკას აი სპეციალური watermark-ი აქვს, რომელიც ყურს არ ესმის, მაგრამ ის ინსტრუმენტები, საიტები, რომლებსაც ალგორითმულად ჩაშენებული აქვს ზუსტად აი ამ 17,000 ჰერცის დონეზე რომ უნდა აღიქვან, აი ამ watermark-ს ხედავენ და всё, იციან რომ ეს დაგენერირებული კონტენტია. ასე რომ შენ გინდა თუ არ გინდა, შანსი არ არის მოტყუების არანაირი არ გაქვს. ეს ერთი. რაც არ უნდა გადაარენდერო ეს ვიდეო ან მუსიკა, ან თუნდაც დაგენერირებული ტექსტი, რომელსაც GPT გაძლევს ან Gemini გაძლევს, იმასაც თავისი სპეციალური watermark-ები აქვს, რა თქმა უნდა, რომელსაც არავინ არ გეტყვის როგორ გებულობენ, იმიტომ რომ რო გაიგო შესაბამისად გადააკეთებ ისე რომ ვერ არ გაიგონ, ამიტომ ყველაფერს აქვს თავის. ვიდეოს კი რა თქმა უნდა. ვიდეოზე ხო საერთოდ საუბარი ზედმეტია. ვიდეოს ჯერჯერობით დაჟე watermark-იც არ ჭირდება, იმიტომ რომ ადამიანი ჩვეულებრივი ყურებისასაც ისედაც ამჩნევს, თუ ოდნავ თვალი გავარჯიშებული აქვს, ისედაც შეამჩნევ, რომ დაგენერირებული კონტენტია. მაგრამ ყურადღებით იყავით, ვისაც სოციალური ქსელები აქვს, ვინც ვიდეოს აკეთებს, ვინც აუდიოს, რავი, whatever, რასაც გინდა, რაც გინდათ დარქვით, თუ კი რამეს ქმნით დაგენერირებულს, ყოველთვის მოთხოვნებში რაც არის, ჩაუსვით, რომ დაგენერირებული ან სინთეტიკური კონტენტია გააჩნია რომელ ქსელში ტვირთავთ. მე რამოდენიმე ვიდეო ავტვირთე და რა თქმა უნდა მიუთითე. აუცილებელია, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ შემოხვედრია რაღაცა პოლიტიკური რაღაც გამოსვლები, რომ ვითომ ვიღაც პოლიტიკოსი რაღაცას ამბობს და ამიტომ ხალხს არ უნდა შეეშინდეს, აფერისტული კონტენტი არ უნდა მიიღოს სინამდვილედ და სიმართლეც არის, მართალიც არის, არ უნდა გაკეთდეს, ეს არის ბოროტება და ყოველთვის უნდა მიუთითო და აი ამ ბოროტების ქნელები, რა თქმა უნდა დაიბლოკონ, სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ ყველანაირად გამართლებულია. რაც შეეხება აი ამ შიშებს და ეს ალარმისტები რო გამორბიან და всё, ყველა სახში წავედით, მორჩა, ფოტოგრაფები წადით, ვიდეოგრაფები, კამერები აღარ გჭირდებათ, რამდენი ვიდეო მაქვს ნანახი, მიკროფონები აღარ გჭირდებათ, ალბათ თქვენ უპატრონოებო რითი ლაპარაკობთ ახლა ამ ვიდეოში ვერ ხვდები ჩვენ რო გვაგებინებ, თუნდაც აი ამ სირობებს, რასაც ლაპარაკობენ, ну კაი ეგით იყოს, მაგრამ რაც შეეხება ახლა აი ამ ხალხის ეგრეთ წოდებული ბჭყალებში სახში წასვლა. კაი, მოდი ავიღოთ ესეთი რაღაც. სახში ტუალეტი რო გაგეჭედება, ხელოვნური, თუნდაც 10 წელი იყოს გასული, ხელოვნური ინტელექტი მოვა და გაგიწმინდავს, ან წყლის ტრუბა რომ გაგისკდება, ხელოვნური ინტელექტი მოვა და დაგისვარკავს, ან მიიგიბავს, ან გადაგიერთებს,
ლამპუჩკა რო დაგეწובה სახში GPT მოვა და შეგიცვლის წარმოიდგინე ბევრი ისეთი ხელით გასაკეთებელი საქმე რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს ძალიან ბევრი რაღაცა უბრალოდ ფიზიკურად არ შეიცვლება როცა რაღაცას ვერ ერევი ჯობია სათავეში ჩაუდგე ხო ამიტომ როგორც მეგობარი როგორც ინსტრუმენტი ისე უნდა გამოვიყენო ის ასტავი ვინც აი პროსტა ჩაკუზული Facebook-ში ჩაწოლილი ზის სამსახურში და არაფრის გამკეთებელი არ არის და არც არაფერი პრინციპში არ ევალება დღის მანძილზე რაღაცა სამი სიტყვა უნდა გააგზავნოს მეილზე და რაღაცა ხო ეგ სასტავი შეიცვლება ანუ ეგ სასტავი ჩანაცვლდება უпростоრად და პრინციპში გამართლებულიც არის ხო მაგრამ ფიზიკურად რაც ადამიანის ხელით უნდა გაკეთდეს ის სფერო მაინც არ შეიცვლება ანუ ნახე თვითმფრინავის ესე ვთქვათ გამოგონებამ მატარებელი არ გააჩერა არც გემი არ გააჩერა ხო დღეს ყველაზე მაგარი და ყველაზე იაფიანი და ყველაზე ესე ვთქვათ ხადავოი გადაზიდვები ყველასთვის ხელსაყრელი მაინც გემი რჩება რა თვითმფრინავმა გააუქმა გემი არა მატარებელი არა დაჟე უფრო მეტიც ყველაზე ძვირი კრუიზები თუ არ ვცდები გემის კრუიზებია ტურისტულ სფეროშიც ხო კი ბატონო ანუ რა მორჩა всё დამთავრდა ცხოვრება არ დამთავრებულა ბევრი რაღაცა ბევრი თემაა ისეთი ჩამოსათვლელი აი მაგალითისთვის მოდი ავიღოთ ესეთი რაღაცა ხელოვნება ავიღოთ როდესაც ფოტოგრაფია შემოვიდა, ანუ ფოტო როდესაც უკვე გახდა აქტუალური და პოპულარული, ანუ მხატვრები დაფიქრდნენ, ესე იგი რა ხდება. ფოტოში პორტრეტები უკვე ჩვეულებრივად ჩვენი თავი აღარ არის საჭირო, იმიტომ რომ ფოტოკამერა იღებს პორტრეტებს და ჩვენი ნახატი აღარავის არ ჭირდება, თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ იმ დროისთვის არავინ არ იცის უпростоრად უმეტესობა 90%-მა სავარაუდოდ შეიძლება უფრო მეტმაც არ იციან, რომ ძველად პირველად როდესაც შემოვიდა ესე ვთქვათ ფოტოს გადაღება საშინელი ტანჯვა იყო ერთი პორტრეტის გადაღება, იმიტომ რომ დაახლოებით 9 საათი 40 წუთი, ანუ ის ადამიანი, ვისაც პორტრეტს უღებდნენ, უნდა ყოფილიყო და მჯდარიყო ესე გაუნძრევლად. და მაგიტომაც ძველ სურათებში არ ვიცი, სადღაც ვიღაცა საარქივო მასალები თუ გაქვთ, როდესაც ბავშვს იღებდნენ ხოლმე, მარტო ბავშვი თუ იყო გადასაღები, ბავშვი ხომ მაინც მოუსვენარია და ამიტომ შობელს თავზე აფარებდნენ ან შავადიალას ან რაღაცა და ესე სკამზე სვავდნენ, მაგრამ უკნიდან ესე მშობელს ეჭირა, ესე გაშეშებული და თან მეჩხუბებოდა, არ გაინძრე დედას გიტირებო და 9 საათი ესე ერთ ადგილას უნდა ყოფილიყო, იმისათვის რომ არ გათხაპნულიყო, იმიტომ რომ ეს ფირი და შუშა და ის რაც იღებდა გამოსახულებას ძალიან ნელა იღებდა ამ გამოსახულებას და ემულსია მაშინ არ იყო ისეთი გრძნობიარე თვითონ ფირის რომ ესე სწრაფად აიღო და ნუ თან იქ ლინზებიც სხვა იყო და მილიონი რაღაცა იყო ისეთი რომელსაც ნუ 9 საათი ჭირდებოდა ხო და ნუ როდესაც ეს ყველაფერი უკვე მომძლავრდა მე სპიშკების მაგივრად იქ დენტი იყო ფეთქდებოდა ზოგს ცეცხლი ეკიდებოდა ფოტოგრაფები კვდებოდნენ რავი თვითონ ის ხალხიც იყო შემთხვევები რომ დაიხოცნენ და მაგრამ ხატრები მიხვდნენ რომ ეს ჩვენი ნახატი პორტრეტი აღარავის არ ჭირდებოდა და როდესაც დაფიქრდნენ რითი უნდა მიიქციონ ეხა ყურადღება ზუსტად დაიწყო აი ეს სტილი. ანუ რა მოხდა? ფოტოგრაფიამ მხატვრობა გააუქმა? არა, დღემდე მილიონებად იყიდება ნახატები. ფოტოები იყიდება მილიონი, ამ ნახატების ფოტოები იყიდება მილიონებად. მორჩა მოკვდა? არა, პირიქით. აიგეთ პოპ-არტი მაგალითად. მერლინ მონროს ფოტოები ნანახი გაქვთ? რამოდენიმე ფერში. ობამას ფოტო ნანახი გაქვთ? სხვადასხვა იასამნისფერ ლურჯ წითელ ფერებში რომ აგაკეთებ. პოპ-არტია ჩვეულებრივად. დღესდღეობით უფრო და უფრო იხვეწება იმის მაგივრად რომ
გაუქმდეს, არაფერი არ გაუქმებულად, არავის სახში არ წასულა, მხატვრებიც ხატავენ, მილიონებად ისე ვიყიდება ნახატები, ისევე როგორც ფოტოგრაფების და ყველანაირად ყველაფერი ისე დარჩა. ანუ 50 წლის მანძილზე მესმის ერთი და იგივე რაღაცა, ეს გამოვა და ის სახში წავა, ის გამოვა და ეს წავა სახში, ეს დაისვენებს და აი ესეთი რაღაც სისულელეები, რომელიც დღემდე არ მომხდარა. ან ნებისმიერი ადამიანის შიში არის უაზრო ფანტაზია და წინასწარ რატო იკლავთ თავს, როდესაც მართლა არ იცით რა იქნება 10 და 20 წლის მერე. შეიძლება მართლა ასრულდეს, შეიძლება არა, მაგრამ წინასწარ აი ამ რაღაცა სისულელეებს და ესე იგი მე სახში უნდა დავჯდე, უნივერსიტეტში აღარ ჩავაბარებ, იმიტომ რომ არავის აღარ დავჭირდები და ასე რაღაცა სისულელეები. ყველას დაჭირდება ცოდნე ადამიანი. ვინც რაღაცას აკეთებს, ვისაც მარჯვენა უმუშავებს და ხელით, თავისი ტვინით, გამჭრიახობით, ცოდნით აკეთებს იმ სამუშაოს, რასაც აი ეს უპატრონო, რომელიც გიზის ტელეფონში და ლაპარაკის მეც არაფერს არ აკეთებს, შენ მას ყოველთვის აჯობებ, იმიტომ რომ ხარ ადამიანი, იმიტომ რომ შენ შეგიძლია აზროვნება, შენ შეგიძლია ხელი გაქვს, ფეხი გაქვს და შეგიძლია ისეთი რაღაც გააკეთო, მიხვიდე, მოკიდო ხელი, აიღო, რომელსაც შენი AI ვერ გააკეთებს, ფუნჯი აიღო, ტილოზე დახატო, ყველანაირი საშუალება არის შენი უპირატესობისკენ არის ყველაფერი, გესმის? თუ 10 პროფესია გააუქმა, 100 ახალი გაჩნდება. ინოვაციები და რაღაც ტექნოლოგიაში რაღაცა სიახლის შემოსვლა, ტექნოლოგია დავარქოთ ამას, მაგრამ პრინციპში მოდი ესე ვთქვათ. ძველად მხატვრები ხატავდნენ, აი თუ ძველი მხატვრები, ვინც დაინტერესებული ამ თემით და ერთხელ მაინც ვინმეს თუ აქვს რაღაც მხატვრობა დათვალიერებული, თუ დაკვირვებულ ხართ, ბუნება ყველას ჰქონდა რაღაცა პლასტმასის, რაღაცა დონემდე. თარიღები აშკარად აღარ მახსოვს ზუსტი წლები, მაგრამ რენუარის წლები ავიღოთ, რენუარი მონეს წლები ავიღოთ. რენუარმა იმიტომ დაიწყო ბუნების ლამაზად ხატვა, ნახეთ რა ხდება. ანუ ყველა მხატვარს მანამდე სანამ წუბიკი გამოიგონეს. ანუ წუბიკი რა არის? აი კბილის პასტა რაშიც არის, ხო? აი ხელს რო უჭერდა რო გამოდის რაღაც. მაგ დროისთვის მხატვრობას არ ქონდა. ანუ წუბიკში არ იყო საღებავი და ბუნებაში ვერ გადიოდნენ, იმიტომ რომ ამ საღებავს თავის პალიტრაზე რო დაასხავდნენ მოლბერტში, სანამ ჩადებდნენ და გარეთ წავიდოდნენ და იქ ქუჩაში მზეზე, რავი, სიცხეში, 1000 რაღაც პირობებში უწევდათ, ყოფნა ბუნებაში გასვლის დროს ეს საღებავი შრებოდა, ხმებოდა და ვერც ხატავდნენ, ვეღარაფერს ვერ შვებოდნენ. ტექნოლოგიურად, ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ამიტომ ყველა მხატვარი სტუდიაში ხატავდა ამ ხეს, რომელსაც სინამდვილეში პირდაპირ ესე ვერ უყურებდა, ვერ ხედავდა შუქი როგორ ეცემოდა, როგორ გამოიყურებოდა რეალობაში, ანუ ადამიანმა თუ რაღაცა არ ნახა, არავინ არ თქვას ეხლა, რომ ადამიანი რაღაცა სიახლეს გაარა, ყველაფერი რაც გამოგონებულია, ის ადამიანს რაც დახატულია, რაც შექმნილია, ის ადამიანს უკვე ნანახი აქვს, შემდეგ ის თავში დარემიქსებული აქვს, გადაკეთებული აქვს, შეცვლილი აქვს, თავის ვაიბზე გადაყვანილი, თავისებურად შეცვლილი, გადაცვლილი აქვს და ისე იქნება ნებისმიერი შედევრი, ხო? ესე. ანუ რაც არ უნდა ადამიანს უთხრა რაღაცა მოუცნობი, ურჩხული დამიხატეო, ადამიანი ვერ გამოიგონებს ისეთ რაღაცას, რაც ნანახი არ აქვს, ხო? კბილებს გაგიკეთებს, თქვათ, რაღაცა მგლის, ცხვირს გაგიკეთებს, ზაღლის, თვალებს რაღაცა, მაგრამ სინამდვილეში ეს ურჩხული ერთი მეორესგან რაღაც დასბორილია, ესე ვთქვათ, აწყობილია და აი ამაზე გეტყვის, რომ ეს არის ურჩხულიო, მაგრამ არ დაგიხატავს რაღაცა წერტილს და არ გეტყვის, რომ აი ეს არის ურჩხული, იმიტომ რომ იტყვი ანაირად, ხო? თუმცა შეიძლება ესეც იყოს, ხო? ურჩხული. ამიტომ რაც ნანახი არ აქვს, ადამიანს ვერ შექმნის, ვერ გამოიგონებს და ვერ დახატავს. ამიტომაც იყო, რომ აი ეს სტუდიებში დახატული ბუნება იყო სულ პლასტმასის. მაგრამ როდესაც აი ეს წუბიკი გამოიგონეს, რენუარის ნახატებს და გადახედეთ, ძალიან ლამაზად ხედავდა შუქსაც და ფერებსაც, იმიტომ რომ
მაგ დროს მანესაც თქვა მონესაც მაგ დროს ხათაშორის გამოიგონეს ტიუბიკი და ხატრებს მიეცათ იმის საშუალება რომ აი ეს უკვე მანამდე კი არ გამოესხათ პალიტრაზე არამედ ბუნებაში რო გავიდოდნენ დაასხავდნენ პალიტრაზე გაშრებოდა ახლიდან დაასხავდნენ და всё თავს ნუ იკლავთ უაზროთ რაღაც ხელოვნური ინტელექტის სამსახურიდან გააყოლის და რაღაცა სისულელეები დღეს ძალიან გადაირია მთელი მსოფლიო და Coca-Cola-მაც AI-ით დააგენერირა სხვათა შორის ერთი ვიდეო მაგრამ ეხლა ნახე რა ხდება ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებული ვიდეო და ნებისმიერი კონტენტი უკვე დღეს ხალხისთვის ესე ვთქვათ გაიგივებულია იაფფასიან კონტენტად. ეხლა რატო ნახე? როდესაც შენ ხარ Coca-Cola, როდესაც შენ ხარ Pepsi, ვთქვათ, როდესაც რავი whatever Gucci იყავი თუ გინდა Louis Vuitton-ი და პროდაქშენებში, ანუ რაღაცა კლიპის გადაღებაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შენ ხარჯავ მილიონებს და ზოგადად სარეკლამო კამპანიაში მილიარდები იხარჯება და ერთი კლიპის გადაღება, ვთქვათ, 50 მილიონი უჯდება ესეთ კომპანიას და მე კიდე ამის გაშვება კიდე 10 მაგი როგორ ჩანს ეს კომპანია ხალხის თვალში, როდესაც მოდის და უცბად დათვიროსვავს Pepsi-ს ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებულ ვიდეოს. აქ არ შეგეშალოთ ერთი რაღაცა, ანუ CGI, ანუ კომპიუტერული გრაფიკა 10-ჯერ და 100-ჯერ ძვირი ჯდება და 1000-ჯერ ძვირი ჯდება ვიდრე ხელოვნური ინტელექტი. მაგრამ როდესაც მე მივდივარ და $100 აბსოლუტურად იგივე ვიდეოს გაკეთება შემიძლია, რაც გუშინ წინ Coca-Cola-მ გააკეთა, ნახე რა ხდება. ეხლა მე უკვე სხვანაირად ვფიქრობ. ესე გაიძიშოვკა Coca-Cola-მ თავი, რომ აი ესე მუქთაზე დაიწყო კეთება და ფულის დახარჯვა არ უნდა, ანუ რას ნიშნავს, რომ შენ თვალში Coca-Cola გაძიშოვკდა, ხო? ანუ იაფფასიანი გახდა, ხო? კარტიესაც ქონდა და მე მგონი ეხლაც აქვს ლეოპარდებით დაგენერირებული AI ვიდეოები, მაგრამ ეხლა წამოვიდა უკვე აი ამ დიდ ბრენდებში უკვე ეს ტრენდი წარმოვიდა, რომ მიხვდნენ, რომ რაღაცას მიირთმევენ და დიდად ჭამენ, იმიტომ რომ ხალხის თვალში ძალიან გაიაფასიანდნენ და მართალიც არის. Hollywood-ს რაც შეეხება. Hollywood-დან საჩივრები წამოვიდა უკვე მსახიობების მხრიდან, იმიტომ რომ ხალხი აგენერირებს ამ კონტენტს, Brad Pitt-ი და Tom Cruise-ი აჩხუბეს, თუ ნახეთ რამოდენიმე დღის წინ და მსგავსი ვიდეოები იჩითება. უფრო მეტიც მსახიობებს იყენებენ მამაძაღლურ კონტენტში, OnlyFans-ზე აგენერირებენ რაღაც ვიდეოებს და რა თქმა უნდა ეს არავის არ ესიამოვნება. მსახიობიც რო არ იყო და შენ გაგიკეთოს ვიღაცა ვიდეო, ყოველში გაგიჟდები და წარმოიდგინე ახლა ცნობილი მედია პერსონა, ვიღაც სელებრიტია და რაღაცა და არ სიამოვნებს, ხო? ანუ დიდ მაყუთებზე აქვს ამას საქმე, კინოში იღებენ და უცბად სადღაც რაღაცა OnlyFans-ზე ტიტველი გაიჩნდება ბიკინებში და რაღაცა და იასნია რომ თვითონ არ არის, მაგრამ ჩვენი უახლოესი შემდეგი 5 და უფრო მეტი წლების ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ ის იქნება, რომ ისე განვითარდება ეს ყველაფერი, რომ ჩვენ რო ვიღაცას ან ვიდეო კოლით დაურეკავთ, პირველი პრობლემა ის იქნება, რომ ვეღარ დავამტკიცებთ ჩვენ ვართ თუ არა რეალურად. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ ეს რეგულაციები რა თქმა უნდა შემოვა და რა თქმა უნდა ყველაფერს მოევლება და ესე არ იქნება როგორც Wild West-ია ეხლა ამ წუთას და იმიტომაც ზუსტად ის არის მიზეზი, რაც თავიდანვე გითხარით, რომ ჯერჯერობით განვითარებას არ უნდა ხელი შეუშალონ.
რო განვითარდება, მე უკვე ძალიან დიდ წნეხებში მოექცევა ეს ყველაფერი, ძალიან დიდ რეგულაციებში და სხვათა შორის ალბათ ფასები კაიაფების მაგივრად უფრო გაძვირდება. რა თქმა უნდა, წელიწადზე მეტია მე ჩიჩხინები ამ ხელოვნურ ინტელექტს, Gemini-ს ძალიან კარგად ხმარობ, აბსოლუტურად ბევრ რაღაცაში მეხმარება და $20 ვიხდი თვეში და 20-ის კი არა $2000-ისას ხმარობ, რასაც ქვია. მაგრამ ეხლა ძალიან ბევრი ფული ჩავდე აი ამ საკუთარი თავის განვითარებაში, ამ ვიდეოების გენერაციებში, როგორც გითხარით, subscription-ები ერთი 10-15 სერვისის ვიყიდე. ეხა იქითათვიდან ყველაფერს გავთიშავ და მარტო VO-ს დავიტოვებ ultra models, თვეში $250 ძალიან მტკივნეულია, მაგრამ სხვა გზა არ არის. მაგრამ 2-3 თვის მანძილზე გეუბნებით $800 დავხარჯე. კი, ძალიან საშინელი მტკივნეული ფასია, მაგრამ ყველაზე დიდი ინვესტიცია ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავში ჩადებული ცოდნაში და განვითარებაშია ყველაზე, ესე ვთქვათ, დაუზოგავად უნდა ჩადოთ და ყველაზე დაუნანებლად უნდა გაგახსენდეთ მერე ეს ჩადებული დახარჯული ფული და ინვესტიცია, რასაც ქვია, მე თუ მკითხავთ, აი ეს იქნება ყველაზე პირველი საკუთარი თავისთვის, რასაც გააკეთებთ. მათ შორის მეც, მე როგორც მიცნობთ, ვინც დიდი ხანი მიყურებთ, ყოველთვის მიხარია ხოლმე ახალი რაღაცეების გატესტვა, ყოველთვის არასდროს არ მეშინია ხოლმე პირველი რაც ყველაზე დიდ დადებით ჩვევად თვლი და ჩემ თავში და ძალიან მიხარია ესეც. არასდროს არ მეშინია რაღაცის ნულიდან დაწყება. ყოველთვის მზად ვარ ისევ ნულიდან დავიწყო, ახლიდან დავიწყო და არასდროს არ მეშინია ხოლმე და სიახლეები, ტექნოლოგიური განვითარებები და რაღაცები ძალიან მიყვარს. ამიტომ ყოველთვის მთელი ცხოვრების მანძილზე ვსწავლობ. არც მწვენია, არც მიტყდება ზოგს მაგალითად, მე ვიცი ყველაფერი და რაღაცა და აი ზუსტად მან დენძრებათ ხოლმე უკაცრავად ჩემ ფრანგულზე. როცა იტყვი რომ მე ეს ვიცი, ესე იგი всё. დამთავრებული ხარ იქ. ამიტომაც სულ მუდმივად რაღაც ცოდნას ვიძენ, სულ მუდმივად ვახარჯავ საკუთარ ცოდნას ფულს და მათ შორის ეხლაც დავიწყე ძალიან აქტიურად უკვე ნახე რომ ცოტა აქეთ უკვე რაღაც სახეები აღარ იჭლიტება, ეხლა დღეს face consistency-ს პრობლემა არის, ანუ კამერა გაიწევა, სახე მიტრიალდება, ჯერჯერობით მაინც სახე ირევა, ვერ ამსგავსებენ, ამას შემდეგ ვიდეოებში განვავრცობ, რა თქმა უნდა, მოგიყვებით, ამას განახებთ კიდევაც მაგალითებს, მაგრამ აქტიურად გავეცანი ყველაფერს ძალიან ბევრი რაღაცა ფულით ვიყიდე და დავწმუნდი და მივხვდი რომ ესე არა თურმე ესე ყოფილა და რაზეც ფიქრობდი და ეჭვმეპარებოდა დავადასტურე ბევრი რაღაცა. კურს დავიწყებ ალბათ, აი ამ AI-ზე, ჩემს თლიან აი ამ ასობით დახარჯული $, ესე ვთქვათ, გამოცდილებას გაგიზიარებთ, ანუ განაფული როგორ დავხარჯე იმის გამოცდილებას, ანუ რატო დავხარჯე, რატო სად არ უნდა დამეხარჯა, რა ვისწავლე, რა ცოდნა შევიძინე და ამ ყველაფერს პოდნოტსზე მოგართმევთ კურსზე ყველაფერს გამზადებულს, გასწავლით ყველანაირად როგორ უნდა შექმნათ რეალურად სწორი და ლამაზი კადრი, როგორც თქვენ ჰოლივუდურ კინოებში გინდათ რომ მიიღოთ. იმიტომ რომ პროსტა რამე კაი გოგო დამიგენერირე ეგრე არ გამოდის. ხო, და კიდე ერთ საუნიშნაო ძალიან ბევრს გონია რომ აი ეს დაგენერირებული ვიდეო ან ფოტო პროსტა მოვა ესე რაღაცას დაუწერს და გაკეთდება, ეგრე ადვილი არ არის. ანუ ერთი კადრი შეიძლება $20 დაგიჯდეს. ერთი კადრი, ანუ 5 წამზეა საუბარი. ზოგჯერ შეიძლება გაარტყა. ანუ უმეტეს შემთხვევაში დღეს ხელოვნური ინტელექტი არ არის ისე განვითარებული, რომ რასაც დაუწევ პირდაპირ ეგრევე გაგიკეთოს შეცდომის გარეშე. ყველა დაგენერირებული ვიდეო მაქსიმუმ 8 წამიანია. მეც ვერ აკეთებს და თუ გინდა რომ რაღაც წესიერი კადრი მიიღო,
10-15 iterაცია შეიძლება დაგჭირდეს. ანუ iterაცია არის მცდელობა თითო კადრის დაგენერირების. ანუ ჯერ აგენერირებ სურათს, მე იმ სურათს აცოცხლებ და ეს გაცოცხლებული ბოლოს რაღაც დაიჭყლიტება, ბოლოს რაღაც არ გამოვა, ესე იგი ეს კადრი არ გამოვიდა, წავიდა ისევ 40 ცენტი, 80 ცენტი, დოლარი, 2 დოლარი, 3 დოლარი და ერთი კადრი ხანდახან, რავი, პინგვინის ვიდეო მაგალითად 30 დოლარი თუ 40 დოლარი დაჭდა, აღარ მახსოვს, რაღაცა ეგრე. იმიტომ რომ ძალიან ბევრი iterაციები მქონდა, ვერ ვიღებდი იმ კადრებს და ბოლოს ნუ რაღაც მომენტში მივხვდი რომ აი ამ კადრს პროსტა ვერ მივიღებ და დავთმე რა რაღაცეები და ნუ 40 დოლარზე თუ 50-ზე რაღაცა ეგრე გავაჩერე რა. პროსტა ტოკენები აღარ მქონდა და მიმთავრდებოდა და ამეს არა მე კიდე თავიდან მეყიდა და რაღაცა და თან ვიდეოც მომეწონა და ავდექი და გამოვუშვი. დიდი მადლობა ყველას და შემდეგ ვიდეოში ისევ გავისაუბრებთ ხელოვნურ ინტელექტზე. უკუკავშირს აუცილებლად ველოდებით. კარგი.